ხალხი გამირბოდა, თავს მარიდებდა, ზურგს მაქცევდა, ბევრი მეგობარი არ მიიღებდა. ეს ცხოვრებისეულ არაერთ პრობლემას მიქმნიდა. ეს ძალიან ცნობილი ტელე და რადიო წამყვანის გიორგი ნაძღაძის სიტყვებია, რომელსაც ცხოვრებაში გადარჩენის ძალიან ბევრი ისტორია აქვს. საღამშვიდობის, ჩვენი ტრადიციული შეხვედრა ისევ შედგა. გადაცემას წარმოგიდგენთ PSP, ჩემი ოჯახის საფთიაქი და მე ამ გადაცემის წამყვანი გიორგი ღოღობერძე ვარ. გიორგი ნაძღაძე ჩვენი გადაცემის სტუმარია, მე დარწმუნებულად მას არ სჭირდება წარდგენა, თუმცა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დღეს პირიქით, მადლობა შენ და შენ გუნდს რომ მომიწვია ამ გადაცემაში, იმიტომ რომ თვლი ისეთი განსხვავებული და საინტერესო გადაცემა არის. მადლობა რომ მიდიხართ ადამიანის ცხოვრებაში, ვიდრე ბევრი ეს ზედაპირულად როგორც არის ხოლმე. ხო, გიორგი, ჩვენ ყოველთვის ესეთი მიდგომა გვაქვს ხოლმე, რომ ყოველთვის ვიწყებთ ბავშვობის პერიოდიდან რა. მე გადავიკითხე ისტორია და აღმოჩნდა რომ ეპილეფსია გაწუხებდა. იცი, ნახე, ზუსტად რომ დავაკონკრეტოთ ეს ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა, ეს იყო გულყრები, ნერვული გულყრები, რომელიც ეპილეფსიის რაღაცა ერთ-ერთი ფორმაა. ანუ არ იყო ეს ეპილეფსიის ის ფორმა, რომელიც არის შარდვა, ღებინება თუ კრუნჩხები იყო? კრუნჩხვა იყო, სხვადასხვა ფორმის არ კალებს ვაკეთებდი, როგორც მიხსნი და მე არ მახსოვს არაფერი. და უბრალოდ ესო დავყოთ, იმიტომ ვინმე მართლაც რომ რაღაცებს იგონებს მე ეს ადამიანი. ხო. ეს ოდესთვის გამოვლინდა პირველად. დაახლოებით ეს სადაც 10 წლამდე გამოვლინდა და დიდი წლების განმავლობაში, ეს დასრულ პერიოდშიც ეს დაავადება იყო. როგორც წავიკითხეთ, მომდენო 9 წელი მაინც გაწუხებდა. ხო, დაახლოებით 9 წლის განმავლობაში კი. ამ შეიქმნა რაიმე პრობლემა ცხოვრებაში? ო, პრობლემის მეტი რა შეიქმნა, მაგრამ იცი რა არის ეხა ისე უნდა დავიწყო, მე თვითონ ემოციას არ აღვყვე, არ გავიხსენო ის ტკივილი. ნუ ეს იყო ალბათ ის პრობლემა ცხოვრების ტკივილი, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ ღებულობს. და არ ღებულობს იმიტომ, რომ შენ გაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, პრობლემა, რომელიც არ არის შენი სურვილით, პრობლემა, რომელიც არც გადამდები არ არის, არც სხვას არ აზიანებს, არაფერს არ აკეთებს სხვისთვის, ერთადერთი შენ გაზიანებს ეს პრობლემა. ეს იყო, როდესაც ხდებოდი ცუდად, მემართებოდა ეს შეტევა და როდესაც ხალხი თავისი, არ ვიცი, შიშით, სურვილით, არ ვიცი, აი გამირბოდა რა. ეს კლასში გემართებოდა? ყველგან მემართებოდა, ეს მემართებოდა, მაშინ როდესაც ჩემი ემოციური ფონი იყო ძალიან მაღალი. ხო, ან ეს შეიძლება მომხდარიყო ჩვენ უთანხმოება მოგვივიდა მაგალითად და ამ დროს მომხდარიყო ეს ემოციური ფონი, ან შესაძლებელი იყო რაღაც ემოციური ფონი ყოფილიყო არა უთანხმოება, არა განცდა და სადაც 2 დღეში უბრალოდ ერთ-ერთი ისტორია მახსოვს რუსთაველზე მეტროში ვიყავი ჩასული და მეტროს ველოდებოდი ბაქანთან ვიდექი და მაგ დროს რაც მახსოვს ეს არის უკვე აი რაღაც აი მოკაჩვა, მე არაფერი არ მახსოვს და მე თვალის გახელა და მეტროს ამ სივრცეში ვიწექი, ხალხი იყო გარშემო. ეს იყო მომენტი, როგორც ამიხსნეს, ადგილზე დამეწყო ეს შეტევა და ვარდებოდი მეტროს ამ ლიანდაგებში, როდესაც ვიღაცა უბრალოდ გარე პირმა გამომწია და მიშველა. რამდენი წელი იქნებოდი დაახლოებით? სკოლის ასაკში ვარ, სადღაც ალბათ მე-10, აი ეგ პერიოდია რაღაცა დაახლოებით. პატარა არ ვარ. გიო, ან მკურნალობდი ამ დაავადებას? იცი რა, თავიდან არა, იმიტომ რომ ძალიან გვიჭირდა, ზოგადად ეგ პერიოდში ყველას უჭირდა, მაგრამ იყო განსაკუთრებით გაჭირვებული, ნუ მოკლედ როგორც იყო, ეხა აღარ ჩავალ ესე ქვემოთ. და შემდგომ უკვე როცა გახშირდა, მე დავიწყეთ კურნალობა, აღმოაჩინეთ, მაშინ იყო ვაკეში ჭავჭავაძეზე ეპილეფსიის ფარული ცენტრი. უკვე ფარული ცენტრი ისეთია, ძალიან ცუდი ფარული, იმიტომ რაღაცა ვითომ ჩვენ ჩუმად მივდივართ, ჩვენ ეს ადამიანები, ვისაც ეს დაავადება გვჭირდა, იქ ვიმალებით და იქ უნდა ჩუმად გვიკურნალონ. და ამ ფარულ ცენტრში დავდიოდი, სადაც სხვადასხვა ტამლებით, სხვადასხვა ფორმით მკურნალობდნენ. თუმცა შედეგი იყო ძალიან ცუდი იმ გაგებით, რომ სულ იძახდნენ, რომ რაღაც პერიოდში უნდა გაიაროს, რაღაც პერიოდში ეს გადაივლის, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ის წამლები, რომელსაც მაძლევდნენ, ძალიან ღირებულება იყო მახსოვს, რომ ოჯახი ყველაფერს აკეთებდა, რომ რაღაცნაირად ეს წამლები ეყიდათ. ამ წამლებს ცალკე უკუჩვენება ჰქონდა, შემდგომ, როდესაც ვსვავდი, აი ქუჩაში, სახლში, კაფეში, სადაც, ნუ, მომენტში მიღებოდი. ან უბრალოდ ესაც ჩვენ შეიძლება ვიწყდეთ, წამალი მიღებული მქონდა და შეიძლება 9 საათი გათიშულ მდგომარეობაში ყოფილიყავი.
ბოლოს შედეგი რა, ბოლოს ყველა გზავცადეთ, ჩემო ოჯახმა, მე იყო ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ბოლოს იყო იქ აღარ მახსოვს ამ ექიმის სახელი და გვარი, სანზუნაში მერვე საავადმყოფოში იყო თუ არ მეშლება ამ კლინიკაში, სადაც ამიხსნეს სწამლებიანად, გამომიწერეს და მითხრეს, რომ თუ შენ შინაგანად ამას არ დაძლევ და შენ თავში ამ ემოციურ ფონს, ამ შფოთვებს არ ჩაახშობ, გამორიცხულია რამემ გიშველოს. და მერე იყო ეს მომდევნო მძიმე ალბათ 3 წელი, სადაც უკვე ვებრძოდი ამ ჩემ შინაგან შფოთვებს და ემოციის ჩახშობას. აი მომდევნო 3 წელი, აი ეს ხო დიდი ხანი, რამე სხვა მიზეზით იყო გამოწეული ეს შინაგანი შფოთვა? არა, შინაგანი ეს იყო შფოთვები იყო მუდმივად ეს უკვე ის რომ აი ეხლა უნდა ცუდად გავხდე. ეხლა ეს ხო მუდმივი შფოთვა უკვე ეს არის. მოლოდინი რომ რაღაცა დაგიმართება. მოლოდინი რომ აი ეხლა მე რო წავიქცევ, იცებ ვიღაცა მაქცევ ზურგს. აი მე არ მინდა ეხლა მაგალითად უნივერსიტეტში ჩავაბარე და აქ დამემართოს ეს გულყრა, იმიტომ რომ აი ისევ ვიღაცებთან დავმეგობრდი და ისევ ეს ადამიანები ზურგს მაქცევენ. გასაგები. 9 წლის თავზე ეს ყველაფერი დამთავრდა. კი, დასრულებულია. მე როგორ შეიცვალა ცხოვრება? იცით, ცხოვრებაზე ხელი არასოდეს არ მქონდა ჩაქნეული, სიმართლე რომ გითხრა. მე მაინც მქონდა ჩემი სრულები, ჩემი ფიქრები, ჩემი რაღაცა გეგმები. მე რა რომ ადამიანები გულს მტკენდნენ, მე რა რომ ზურგს მაქცევდნენ, მაინც მქონდა ჩემი რაღაცა მომავლის გეგმა, რომ არ ვიცი, პატარა ბავშვი ვიყავი და მათ ჯინაზე, მათ დასამტკიცებლად, არ ვიცი ეს რა იყო. ყოველთვის ვიძახდი, რომ მე გავხდები ისეთი ადამიანი, რომელთანაც მოუნდებათ მეგობრობა, მოუნდებათ ურთიერთობა, ეცოდინება ხალხს ჩემი თავი. არ ვიცოდი ეს რა ფორმით. ეს არ იყო ის, რომ მე უნდა გავხდე ცნობილის სახე და სატელევიზიოს არა. ეს არ. უბრალოდ ეს იყო ჩანაფიქრი, რომ აი ეს ადამიანები ერთ დღეს შემომხედავენ და ერთ დღეს მიხვდებიან, რომ აი როგორი მეგობარი დაკარგეს. გიო, მე ხა გკითხულობ, რომ 16 ჯერ გქონდა ტვენი შევყევა. ხო, ანუ ეს რაღაცა ძალიან ბევრი ხო არა? იცი რა, ეხლაც არ ვარ ისეთი წყნარი ადამიანი. ცელკი ვიყავი, აი ბავშვობიდან, რაც მახსოვს, რაც შემეყვებიან, მუდმივად ცელკი ვიყავი, მუდმივად რაღაც ამბავში ვიყავი, მუდმივად. 16. ხო, მაგრამ თავი ჯამრთელია, რაც გადამოწმებულია და არის ჯამრთელი. 16 ხო, ოფიციალურად 16. და აი რამე განსაკუთრებული ეპიზოდი იყო? მახსოვს რაღაცა სამხედრო კუთხი დაგჭირდა და დოკუმენტაციაში ეს 16 ტვინი შევყევა არის. რა თქმა უნდა ეს ყურადღებას მიიპყრობდა. ხო, მიიპყრობდა, თუმცა იცი როგორია, აი მაგალითად ერთ-ერთი ალბათ უფრო სასაცილოა, როდესაც ჩემი ძმის თანაკლასელები თამაშობდნენ ფეხბურთს და მე პატარა შევარდი იქ, ხო სამი უფროსი ძმა მყავს და ყოველთვის რაღაცნაირად სუ ისეთი ვიყავი რა, რომ აი შენ რა გინდა რომ მეუნა, აი შენ აქ რა გინდა და ერთ-ერთ მომენტში შევარდი მეც მინდა თამაში, მეც დამირტყეს ბურთი, მომხვდა მუცელში, დავეცი და თავი დავარტყი იმას ასფალტის ეს საფეხურს ბარდილს. და იყო ერთ-ერთი ტვინი შეხება. აი ესეთი ტვინი შეხებები. არის ჩხუბის დროს, არის მესამე სართულის რაღაცა დაუსრულებელი შენობიდან გადმოვარდი და რაღაცა ესეთი რაღაცები. ნუ ბევრი მე არის უკვე ეტაპობრივად ჩხუბი, ხა ის პერიოდიც ჩხუბი იყო. მე უკვე იცნობა ჩხუბით. აქ ერთ-ერთ ეპიზოდში წერია რომ 4 პირი დაგესხა თავს. ხო, ეს არის ეს მთავრობა, როგორ ვიძახე ხომ ეს მთავრობა. მართლაც ეს მთავრობა. როდესაც მოვიდა, ზუსტად ძალიან მალევე მოხდა ჩემზე ეს თავდასხმა, მაღაზიიდან გამოდიოდი სახლთან და მანქანაში ვჯდებოდი, როდესაც აი შეგრძნება იყო, რომ აი ხო ხვდები ხა გრძნობ ღამით, ხა მაღაზიიდან რო გამოთხე, გრძნობ, რომ გარშემო ვიღაცები მოდიან და ერთადერთი რამაც მაშინ მიშველა იყო ეს ბეისბოლის ბიტა, რომელიც ყოველთვის მანქანაში უკან მედო. და მაგდროს, როდესაც ვიგრძენი ეს მოსვლა, ეს ბეისბოლის ბიტაც გამოვიყენე. მიზეზი რა ქონათ ანუ ეს? მიზეზი ძველი ისტორია, ამ მთავრობას ეხება. აღარ მინდა. გასაგები. ცოტა ხნის წინ ორბელიანს ის რომ როგორც ეხლა ეს მთავრობის პირები არბევენ ახალგაზრდებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვს, მაშინ როდესაც მოვიდნენ ისინი სათავეში, შეუძლია ხალხმა გადაახვიოს ინტერნეტ სივრცეში ნახონ, მაშინ უკვე მქონდა ამ მთავრობის მიმართ ჩემი განსხვავებული პოზიცია. და რატომღაც მაშინ სატელევიზიო სახე ვიყავი და უნდათ ჩემი ხმის ჩახშობა. და რატომღაც ვაკავშირებ ამ ყველაფერს აი ამ ამბავთან. გასაგები.
ორბელიანზეც გამეორდა იგივე ეპიზოდი, ხა მახსოვს რაღაც კადრები მეც ნახეს ის. ხო, ორბელიანზე ეს იცი რა, ეს შედარება ვერ მეტყვი რა ვიღაცის ბრალია, მთავრობა არაფერ შუაში არ არის. მთავრობის ბრალი ის არის, რომ ქვეყანაში არის განუკითხაობა, ეს შემიძლია ესე ვთქვა. ეს იყო უბრალოდ რესტორანში მე და ჩემი მეგობრები ახალი წლის პერიოდში ვიყავით იქვე. და მანდარე ორბელიანზე მიწისქვეშა ავტოსადგომი, სადაც ჩავდიოდი მე და ჩემი ორი მეგობარი, სადაც მოკლედ რო ვთქვა, მანქანა გაძარცვეს ვიღაცებმა, ამ უცხოელებს ვეხმარებოდით და ვეუბნებოდით, რომ მე მგონი პატარა გოგო ბიჭებმა ჩაიდინეს ეს. რადგანაც იქ გარშემო იყვნენ ეს პატარა გოგო ბიჭები, რამაც მე შემდგომ აი ალბათ ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. და იყო მე ეს ჯგუფური თავდასხმა ჩვენზე, სადაც კიდევ ერთხელ აი ტელევიზიით მინდა მიმართო იმ ორ გოგონას, რომლებიც სულ შემთხვევით იქ იყვნენ ავტომობილში, რომლებმაც რაღა დოზით დიდი წვლილი მიუძღვით, რომ გადაგვარჩინოთ, იმიტომ რომ როდესაც უკვე ესენი დანებით მოდიოდნენ ჩვენზე და ჩემ მეგობარს ორჯერ დანა მოუქნეს ჩემ თვალწინ და ხედავდი რომ ჩემ მეგობარს შესაძლებელი იყო ადგილზე მოეკლათ არაფრის გამო, ამ გოგონებმა მანქანა ისე ჩააყენეს, რომ იმათ ჩაუკეტეს გზა. და ჩვენ მოგცეს რაღაცა რამოდენიმე წამიანი დრო, რომ ჩვენ უფრო მეტად წინ გავქცეულიყავით, რაღაცნაირად რომ ავსულიყავით ყვავილების მოედანზე. რა გაგრძელება მოყვა ამ ისტორიას? გაგრძელება ის მოყვა, რომ იცი არ მისაუბრი ამაზე, არც ვარ ამ არხზე, რუსთავიორზე, შემიძლია უკვე ხმამაღლა ვისაუბრო. გაგრძელება ის მოყვა, რომ ჩემ არხმა, რომელსაც რაღაც დოზით უნდა ალბათ დავეცვი, რადგან მათი სახე ვიყავი, ჩემ არხმა სრულად აწია ხელები, ორწამიანი სიუჟეტი გააკეთა ჩემზე. მე მივხვდი, რომ ეს იყო სამთავრობო არხი და დირექტორს არ აწყობდა არანაირად, რომ ეს ამბავი გაჟღერებული ყოფილიყო ისე, რომ ქვეყანაში არის კრიმინალი რაღაცა მაღალ საფეხურზე, რომ რაღაცა 11-ის ნახევარზე ავტოსადგომზე შესაძლებელია ისე დაგესხან თავს და ისე დაგარტყან დანა, რომ არავინ არ დაგიცვას. განვითარება მოყვა ის, რომ სასამართლოში საქმე აღიძრა, გამოძიება, ამოცნობილი არიან პირები, ამოვიცანი რამოდენიმე და სასამართლოს არის გადაცემული და აქ კიდე მეცინება იმაზე, რომ მიტინგებზე მშვიდობიან გოგო ბიჭებს, რომლებსაც მეორე დღე სასამართლოს უტარებენ უკვე და ჯარიმებს უწერენ, ჩემი საქმე დღემდე არის სასამართლოში გადაცემული და რამდენი თვეა, სადღაც 3 თვეა გასული და ამ დრომდე არავის არც დაურეკია, არც SMS-ი მოუწერეთ, საერთოდ არც ვიცი რა ხდება. გიო, ახლა რა საქმიანობ? ახლა ამ ეტაპზე რადიო წამყვანი ვარ და ინფლუენსერი, ესე შემიძლია ვთქვა. ნუ, ვეძებ ტელევიზიაში ახალ შემიძლია ვთქვა, პირველად ვიძახე პრინციპში სამსახურს ალბათ. გასაგები. ოღონდ არა სამთავრობო არხებზე, არცეთ სამთავრობო არხზე არ მინდა წინასწარ იცოდნენ. გიო, ზოგადად ეხა მე რაღაც პერიოდი ვადევნებდი ხოლმე თვალს აქტივობას და ადრე უფრო იმით გამორჩეოდი პირდაპირობით, სიცხარით. ხარ შეიცვალა ეს თქვა ხასიათი? იცი რა, კი შეიცვალა, არ ვიცი ხა გავიზარდე, დაღვინდი, მეგობრების რჩევა მოვისმინე, არ ვიცი, ადრე მართლა ვიყავ ისეთი რომ ნებისმიერ შოუში, როდესაც მივდიოდი, რატომღაც მე ვიყავი მოსამართლე, რომელსაც გამოქონდა განაჩენი, ვინ არის. ან შესაძლებელია ვიცოდი, რომ ეს ადამიანი მაგალითად მეძავია და მე ვაჟღერებდი ამას და მე რაღაც დრო რო გავიდა, მე მივხვდი, რომ აი რატომ? აი რისთვის ვაკეთებ ამას? რატომ უნდა ვიყო ცუდი ადამიანი ვიღაცისთვის, ცუდი შემფასებელი, როდესაც ესეთი არ ვარ? კი, შოუს ეს მოსწონდა, შოუსთვის ეს ძალიან კარგი იყო, რეიტინგს წერდა ჩემთვისაც, მათთვისაც, თუმცა ეგეთი ადამიანი არ ყოფილვარ არასოდეს, რომ ვიღაცის ამბავი მე გამეხმაურებინოს. და კიდე გამომდინარე მივხვდი, რომ ანუ საკმარისია, ბოდიშიც მოუხატე ძალიან ბევრ ადამიანს. აი შენი გადაცემითაც ბოდიში ვხდი იმ ადამიანებს, ვისაც აი ამ წლების განმავლობაში რაღაცნაირად სხვადასხვა შოუში გული ვატკინე, იმიტომ რომ არავინ არ დაიმსახურა ეს. იმიტომ რომ მე მივხვდი რაღაც პერიოდის მე როგორც მე არ მსიამოვნებს რაღაცას ჩემზე ამბობენ, ისე თავისთავად იმ ადამიანებსაც არ სიამოვნებს. და ბოდიში ყველას. გიო, მე ეხლა რაც შევნიშნეს არის რომ საკმაოდ გრძნობიარე ხასიათი გაქვს. კი, ძალიან გრძნობიარე ხასიათი. ხო არ გამختარა ეს ხასიათი მიზეზი იმისა, რომ დეპრესიაც გქონოდა უკვე კლასიკური ფონით. დეპრესია მქონდა. სხვათა შორის დიდი წლები, სადაც 3 წელი ალბათ ამ დეპრესიას ვებწოდი.
როდესაც რაღაცნაირი პერიოდი, არ ვიცი, ყველას უდგება ეს პერიოდი თუ არა, მაგრამ უიმედობის პერიოდი, როდესაც არაფერი აღარ შეიცვლება, არაფერი არ იცი რა იქნება, არაფერი არ გამოდის და ხარ შენთვის მარტო. მარტო არ გულისხმობ, ხა მე მყავს ჩემთვის, არ ვიცი, საუკეთესო ოჯახი, მშობლები, ძმები, ძლები, ძმისშვილების საუკეთესო, რომელიც ჩემი რძალი მაგალითად, ერთ-ერთი რძალი არის ჩემი დასავით. ძალიან ისეთი ოჯახი მყავს რა, ერთ ძალიც რო დასავით ყავს, უკვე ძალიან მაგარი ოჯახია. მაგრამ ცალკე ჩემთვის ვიყავი სრულიად უბედური, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვცვლიდი ჩემ ცხოვრებაში. რა გაკლდა? ყველაფერი. მაგალითად, ყოველთვის ეგონათ ადამიანებს, ოდესაც მიყურებდნენ, რომ იძახდნენ, რომ ამას რა უჭირს, ამას ყველაფერი აქვს, ამას ყველაფერი დაალაგებული აქვს, რადგან გადაცემაში დახეული არ მივდიოდი ალბათ 60-ით, იმიტომ რომ ესეც პატივისცემა წამყვანის და ზოგადად მაყურებლის. ყველაფერი მაკლდა. როგორ გითხრა, ადამიანებს ოდესაც ეგონათ, რომ გიორგი ნაზღაიძეს ყველაფერი ჰქონდათ, გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთი საფინანსო კომპანიის 720 ლარი ჰქონდა დავალიანება. ეს არის პირველად ვიძახი ხე შენთან გადაცემაში. ეს იყო ალბათ სადღაც რომელი წელი იყო? სადაც 2015-16 წელი. არც ისე შორს. და 15-დან მერე სადღაც 17-მდე გაგრძელდა ეს პერიოდი. რთული იყო გიო ზოგადად სამსახურის ფონა? რთულია ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი. ანუ ზოგადად საკმაოდ პოპულარული ადამიანი ხარ. კი, მაგრამ ეს არ კმარა ხოლმე, აი ესე მგონია, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რთულია ადამიანი, რომელსაც არავინ არ ყავს, შეძლოს თავის დამკვიდრება. არ ვიცი, მე მგონია, რომ აი ამ გადაცემასაც რომ ნახავენ, შენ გადაცემის ქვემოთ კომენტარებში შეუძლია დაწერონ ადამიანმა დააფიქსირონ, ხო, თავისი აზრი, აი ეთანხმებიან თუ არა ამაში. რთულია თუ არა, როდესაც მარტო ადამიანი ხარ, არ ყავს გავლენიანი მშობლები, ფინანსურად ძლიერი მშობლები, არც სამეგობრო ისეთი გავლენიანი, რამდენად მარტივია ამ ქვეყანაში თავის დამკვიდრება. რაც არ უნდა განათლება ქონდეს მიღებული, რაც არ უნდა გარეგნობაც ქონდეს, მეტყოლებაც, ჩემი აზრით რთულია. ძალიან რთულია. მოდი ვნახოთ ნიატ ყეშიაშვილის სიუჟეტი, თუ როგორია გიორგის ყოველდღიურობა, რა საქმიანობს ის ახლა. სალამი მთავარა. როგორია, მთავარი არხი, მთავარ ნაზღაიძესთან მოვიდა. მიხარია რომ მოხვედით. ფეხბედნიერი იყოს თქვენი ფეხი. ესე იგი მოხვედით ჩემს სახლში. მე კი დიდი ვარ, მაგრამ სახლი რაღაც პატარაა, მოშდა ჩემთვის, მაგრამ ისეთი მყუდრო სახლი გავაკეთე. ანატრი სახლია, რო ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი წლებია რაღაცა დაზარალებული ვარ. ველოდის სახლს და საბოლოო ჯამში ჩემი სახლი მაქვს, რომელიც სრულად რასაც ხედავთ, პატარა, მაგრამ ვინც კი შემოდის, იძახის რომ მყუდროა და სრულად ჩემი გემოვნებითაა და ჩემთვის ეს ძვირფასი რამოდენიმე ადამიანის შევით არის გაკეთებული. საყვარელი ადგილი არის ორი, ერთი არის ეს სივრცე, სასადილო სივრცე, სადაც მუდმივად მეგობრები იკრიბებიან. ან საჭმელს ვაკეთებთ, ან რაღაცაზე ვერთობით, ან კაცთან, მოკლედ, ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის მეგობრები შეკრებათ, თუმცა 4 ადამიანი არა, სკამები დამალულია დასაკეთე, ბევრი ადამიანის ხვდებით ხოლმე არის და მით უმეტეს ნახე პანჯები რო იღება, მე ვიგავთ ეს მზის ჩასვლა, ისინი ძალიან ლამაზი ჩანს ახლა. ეს არის საყვარელი ჩემი და ჩემი მეგობრებს ერთი ადგილი, პლუს დამატებით სამზარეულო მართალია პატარა, თუმცა მუდმივად ხდება რაღაცის კეთება. მუდმივად ყველა მოსული ჩემი მეგობარი აკეთებს რაღაცა კეთს, ერთადერთი ტრაგედია მანდ ის არის, რომ ისინი აკეთებენ და მეორე თურჭელს აი ყველაზე მეტად აი ძალიან რთულია, იმიტომ რომ საჭმლის კეთების დროს კი ისინი რაღაცა ისწრება. მეორე საყვარელი ადგილი არის დივანი. ეს არის ადგილი, სადაც უნდა წამოწვე, ესე გავაკეთე ჩემ გემოზე და ტელევიზორს ვუყურო. რომელად ვუყურებ? თავარი. იცი ამ თავარი აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის არხი, სადაც ინფორმაცია თუ გინდა დაიგო, შეიძლება გადავწყვეტო და მოისმინო. თავარი ალბათ კიდე ამბები ის არის, რომ მე მიყვარს ნამუშევრები, ნახატები, მქონდა დაბადების დღე, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო და ნახატების სიყვარულიდან გამომდინარე, მეგობრებმა გამიკეთეთ ეს სიურპრიზი, ამიგროვეს რაღაცა თანხა და ჟანრი ლოლაშვილის აი ეს ნამუშევარი მაჩვენეს, რომელზეც გიждდებოდი.
იმიტომ რაღაცა წარმოსახვაში აქ არის ჩემი ბევრი მეგობარი მოთავსებული, ეს ყვავილები არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც ერთ რაღაცა ქოთანში არიან, ანუ ჩემთან მოქცეულები და ჩემთან ძალიან ახლოს იყო ეს ნამუშევარი. თუმცა ჩემთვის ძირფასმა ადამიანმა რო იცოდა რომ მინდოდა ჟანრის ნახატები, გადაწყვეტა რომ აი ეს ორი ნამუშევარი ღამე ახლა ჩემი დაბადების დღეს მოეწანა და ჩემთვის ეჩვეთა და ჭკუაზე აღარ. ეხლა ადგილები მოფიქრებული ამ ორი ნამუშევარი იქნება ტელევიზორის თავზე, ის ნახატი თაიგული იქნება ამ კედელზე და ის ორი ნამუშევარიც ისინი მეგობრებით ნაჩუქრები არის, მეიგის ნაჩუქარი, ისინი სადღაც უნდა განვათავსო. ეს არის ჩემი ოჯახის წევრი, ეს იგი მარტო არ ცხოვრობს სამში, იმიტომ რომ ჩემმა მეგობარმა მომიყვანა ცოცხალი არსება, რომელსაც როგორ ვუვლიცე ძალიან რთულად ვული იმ გაგებით, რომ მუდმივად სახლში არ ყოფნის გამო დავდობ იმას, რომ წყალს მინდა უსხავს და რამდენჯერაც მოდივარ, ყოველთვის უსხავს წყალს, თუმცა იყო ძალიან პატარა და მე შემიძლია ამაყავ თქვა, რომ აი გავზარდე და გამოვზარდე და მალე ალბათ სკოლაში წავალთ, უკვე ისეთ ასაკშია და ცირა ყველაზე მეტად ალბათ კიდევ არის აივანი, რომელიც მიყვარს რა. აივანზე ვსხდებით მეგობრები და ბევრს საუბრობ და საუბრობ სამომავლო გეგმებზე. რა არის ახლა შენი ცია ბევრი კითხვა ისმის იმაზე, რაც ყოფილი ძველი სამსახური დავტოვე ტელევიზიაში, ჩემი სამომავლო გეგმები ვისვენებდი. თუმცა ახლა მზად ვარ იმისათვის, რომ ახალ ტელევიზიას ახალ იდეებს შეუერთდე და ველოდები შემოთავაზებებს და ამავდროულად არ მარტო შემოთავაზებს, არამედ ალბათ მეც უკვე დავიწყებ აქტიურად ჩემი თავის შეთავაზებას უკვე სხვა არხებს. დიდი მადლობა ნიას. გიო დღეს რაღაც საერთ ეპიზოდში ახსენე რომ ბევრ ადამიანსო ჩემი პირდაპირობით შეიძლება ვაწყენინეო და მინდოდა რომ ბოდიშიც მომეხა და მათთვისო და გარდა მაგისა, იყო რაიმე ისეთი ეპიზოდი, რაც აი გადააფასე. თქვა ადრე სხვაგვარად ფიქრობდი და ეხლა უკვე ეს რაღაც მე რასაც რეალურად შენთან ამ ბუდიშტაც რო ვიხდი, ეს გადაფასებაა. უბრალოდ მე ძალიან მცირე რაოდენობის სიტყვის მარაგით ვამბობ თორე ხარ ვრცლად რო განვარცოთ ინტერნეტში დებს ეს გადაცემები და როდესაც ვაფასებდი ამ ადამიანებს ნული მქონდა გულის წვეტა რომ იმ ვიღაცას უფასებდი საქმიანობას, ვაკრიტიკებდი, ვიღაცისთვის შეურაცხყოფაც მაქვს მიყენებული არის ესეთი ეპიზოდები. დღეს რო უყურებ ჩემი თავის მრცხვენია, იმიტომ რომ არ ყოფილვარ ესეთი. და შემიძლია რამ გამაბოროტა, იმ მომენტში რამ გამაბოროტა, როდესაც ამას ვაკეთებდი. აი ესე შემიძლია ვთქვა და აი ეს არის გულის წვეტა ზუსტად რომ ეს ეხლა ძირითადად გავიგებ გადაცემებზე იყო მიმართული, თუმცა ჩემი კითხვა უფრო გულისხმობს, აი ამის გარდა, ზოგადად აი ცხოვრებისეულად იყო კიდევ რამე რაც თქვა გადაფასდა. კი, ბევრი რამ. იმ პერიოდში, როდესაც ალბათ ისევ დაავადებას უნდა დაუბრუნდე და ფინანსურ დაღმა ცხოვრებას, როდესაც ჩავედი ქვემოთ, მაშინ გადაფასდა ზუსტად ის, რომ ხშირად თურმე მეგობრები ფინანსურად არიან შენ გვერდში. კეთილდღეობისთვის, ყველაზე არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ დღეს ვინც ყავს მე მეგობრები, ყველა დროს, ყველა პერიოდში ჩემთან აი გაუძლეს აბსოლუტურად ყველაფერს და მეც გაუძელი და მთელი ცხოვრების გზაზე ვიქნებით. და დაავადების დროს, როდესაც ერთ-ერთი მეორე მაგალითია მტკივნეული, მაგრამ ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მტკივნეული არის, როდესაც მიმტანად მუშაობდი და გამოსაცვლელში დამემართა ის შეტევა, იმიტომ რომ ქვემოთ ერთ-ერთმა კლიენტმა შეურაცხყოფა მომაყენა, იმიტომ რომ დროზე ვერ გამოუცვალეს საფერფლე. და ჩემი საქმიანობა არ მაძლევდა მის უფლებას, რომ მისთვის საკადრისი პასუხი გამეცა, იმიტომ რომ ის 30 ლარი მე იმ მომენტში მჭირდებოდა. იმ 30 ლარით მე ოჯახს მჭირდებოდი და ბევრი რაღაცის დათმობა მჭირდებოდა და იქ იყო რომ გამოსაცვლელში ავედი, უნდა ამეყვანა თავი ხელში და გამოსაცვლელში დამემართა შეტევა. კამერებში შემდგომ მე მიჩვენეს ეს კადრები, ყველაზე მძიმე არის მაგ კადრების ნახვა, როდესაც კამერებში ამოდის ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც იყო მიმტანი, მეგონა მეგობარი, მაბიჯებს, იმიტომ გულყრა უკვე დასრულებულია, გათიშულ მდგომარეობაში ვაგდივარ გამოსაცვლელში, მაბიჯებს, შედის საპირფარეშოში, გამოდის, გვერდს მივლის, კიდევ კარგი, მადლობა რომ მეურვე არ გადამაბიჯა და ჩადის ქვემოთ.
ანუ სერიოზულად. კი, და შემდგომ ხდება, უბრალოდ სახელების თქმა არ მინდა, არა. ხო, ეს ადამიანს უბრალოდ ხდება ის, რომ მე ეს ადამიანი ყვება ქვემოთ ამ ჩვენ სხვა მიმტანებში და ჯგუფურად შედიან დირექტორთან, სადაც ყვებიან, რომ გიორგის ეს რაღაც დაავადება, რომლის გამოც მოდით გავუშვათ სამსახურიდან. ეს არის. ძალიან რთული მოსასმენია. მაგრამ ალბათ რამაც აი კიდევ ერთხელ მომიყვანა ამ ცხოვრებაში აქამდე, აი აქაც რო ვსხედავ, ეხლა ჩვენ დავსაუბრობთ, არის აი 100 ადამიანში რამოდენიმე კარგი დირექტორი, რომელმაც გამიყვანა, მესაუბრა, წამლის რა ის ფული მომცა, მითხრა რომ გამოიყენე წამლებში და რაღაცებში და ამ საქმიანობაში დამტოვა. ალბათ ეს არის, რაც მე ძალას მაძლევს, ალბათ ეს არის, რაც მე მეუბნება შინაგანად, რომ გიო, აი ხელი, აი ხა კი არ უნდა ჩაიქნიო. არამედ პირიქით, ეხა უფრო უნდა გაძლიერდე, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც შენ ცხოვრების გზაზე ნახავ და შენ ცხოვრებაში დარჩებიან როგორც ძვირფასი მეგობარი, ძვირფასი ადამიანი, რომელიც რაღაცა ცხოვრების ეტაპზე გვერდში გედგა. ეს არის ალბათ გადაფასება, რომ ადამიანებში არ გამიშთა ზიზღი. იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში იყო ბევრი შანსი, რომ ზიზღი მქონოდა. იყო ზიზღი, მაგრამ ანუ შინაგანად არ დამჭა რა. ეგ არის გადაფასება ალბათ. და ბრძოლაც ალბათ, არ ბევრი რამ შეიძლება დაარქვა მას. მაგრამ იმ მომენტში იყო ზიზღის პერიოდები იყო ძალიან დიდი. უნდობლობა ადამიანების, იმედგაცრუება იყო. გიო, არის დღეს რამე ისეთი, რისი მიღწევაც გინდა? ჩემი მთავარი მიზანი ამ ცხოვრებაში, რაც დავიბადე, არის რომ ჩემი მშობლები იყვნენ კარგად. და ჩემმა მშობლებმა რაც დაკარგეს, რაც დააკლდათ ჩემ გამო, ჩემი ოჯახის, ჩემი ძმების გამო, მინდა რომ რაღაცნაირად აუნაზღაურო. აი ყველანაირად ვცდილობ რომ ყველა გზებით აუნაზღაურო და ყველა გზებით აი რაღაცა სურვილი რო აქვს, ეხლა მაგალითად ბოლო სურვილი დედაჩემის ეხლა არის რომ უნდა ის აგარაგზე საქანელა ესეთი დიდი სკამი არის, რომელშიც დავждები და ხა მინდა რომ ეს უყი. ანუ ყოველთვის აი ყველა სურვილი რაც აქვთ, მინდა რომ ყველაფერი აუსრულო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ დაიკლეს ჩვენთვის, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც ჩვენ გვიჭირდა, როდესაც ბნელოდა, როდესაც აჭმლის ფული არ იყო, ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენ თავის ლუკმას გვაძლევდნენ. და ეს ისე მძიმედ მახსოვს, რომ რაღაცნაირად მინდა რომ ეს მძიმე პერიოდი მათი ცხოვრებიდან როგორც შემიძლია, როგორც არ შემიძლია წავშალო. ეს არის ალბათ მთავარი ჩემი მიზანი. თორე ხა მე ჩემი გადმოსახით არ მგონია რომ დავიკარგო ისე. რაღაცას ჩემ თავს მოუხერხებ. დიდი მადლობა გიო გასამართლებლობისთვის, საინტერესო მოსაუბრე ხარ და მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვო. მადლობა. მე კიდევ შევახსენებ მაყურებელს, რომ შევხვდებით მეორე ნაწილში საინტერესო რჩევებით. დღეს მინდა მოგიყვეთ გინკო ბილობის თაობას. გინკო ბილობას მედიცინაში ჩვენ ვიყენებთ 1000 წელია. აი რამდენი საშუალება გახსენდებათ, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ამ დროის განმავლობაში. მე პირადად ძალიან ცოტა, იმდენად ცოტა, რომ შეიძლება თითებსაც კი ჩამოვთვალოთ და მათ შორის ერთ-ერთი ეს არის გინკო ბილობა. თავის დროზე გინკო ბილობასი ძალიან კარგად და მყარად სჯეროდათ, იმიტომ რომ ის ძალიან პოპულარული იყო ხოლმე ბევრი დაავადების ერთი მხრივ საპრევენციო და მეორე მხრივ სამკურნალო თავის დროზე. აქ მოიაზრებოდა მაგალითად მეხსიერების გაუმჯობესება. ასევე თუ ვინმეს ქონდა თქვა დემენცია, იმ დემენციის პროგრესირების შეფერხება. ასევე თუ ვინმეს ქონდა თქვა პერიფერიული არტერიების დაავადება, მათი მკურნალობა ან ბადურის პათოლოგიების მკურნალობა. ასევე როცა ვინმეს ქონდა თქვა ყურებში შუილი, საუბარია ტინტუსზე, ან თაბრუხების შეგრძნება, საუბარია ვერტიგოზე. აი ამ შემთხვევებში ნიშნება ხოლმე ძირითადად გინკობილობა, მაგრამ სამწუხაროდ კვლევებში ვერ აღმოჩნდა რომ გინკობილობა ეფექტურად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული რომელიმე მათგანის წინააღმდეგ და დღესდღეობით გინკობილობა აი ძირითადად რჩება როგორც აი თქვა დამხმარე საშუალება, როცა ვინმეს აქვს თქვა ყურებში შუილის, წუილის, ხმაურის შეგრძნება, საუბარია ტინტუსზე, ან როცა ვინმეს აქვს მაგალითად ვერტიგო. თაბრუხება ეს არის სრულ შეგრძნება, როცა ჩვენს გარშემო საგნები ტრიალებს. აი ამ ორ შემთხვევაში შეიძლება გინკობილობა გამოყენებული იყოს როგორც დამხმარე საშუალება და არ როგორც ერთადერთი. რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ დღეს ხედავთ არ გვაქვს რაიმე ისეთი მედიკამენტი, რომ თქვა პაციენტს
ყურებშვილი მოუგვაროთ სამუდამოდ. ძალიან ბევრი საშუალება, როგორც წესი, ძალიან მსუბუქი ხარისხისა, ნაკლებად აგვარებს ხოლმე ამ ჩივილებს. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ანტიჰისტამინური საშუალებები, რაც გამოიყენება, რომ ყურებშვილი შემცირდეს, მაგრამ მათი ეფექტურობა ძალიან დაბალია. ამიტომ სწორედ ამიტომაც დამხმარე საშუალება შეიძლება ასევე იყოს გამოყენებული გინკობილობა. მისი გამოყენება შეიძლება შემდეგნაირად არ ინიშნება თქვათ 40 მგ დღეში 3ჯერ, ან 120 მგ თქვათ დღეში ერთხელ, თქვათ 6 თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მედიკამენტის გამოყენების შემდეგ ყურებში შუვილი შეიძლება ისევ დარჩეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს პათოლოგია ხშირად ვერ იკურნება და მისი მოგვარება ძალიან ჭირს. ამიტომაც გინკობილობას გამოყენება საკაც შეიძლება პაციენტს დაშირდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა ნახე, რას დააკვირდი, რა შეიძლება იყოს თქვენთვის სასარგებლო. ეს არის ის, რომ ყურებში შუვილს და ასევე სმენის დაქვეითებას კონკრეტული გამოწვევები გააჩნიათ, ხოლმე და ხშირად ეს გამოწვევები უშუალოდ მედიკამენტებია. აი დააკვირდით, რომ მედიკამენტები შეიძლება იყოს ეს არის ცისპლატინა, რაც გამოიყენება ონკოლოგიაში, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ეს შეიძლება იყოს ვთქვათ ფუროსემიდი, ან სხვა მარყუჟოვანის ჩარდენები, რაც გამოიყენება, რომ პაციენტს მოეხსნა შეშფება. ეს შეიძლება იყოს ასევე ამინოგლიკოზიდები, როგორც არის ვთქვათ გენტამიცინი, ამიკაცინი და სხვები, რომლებიც გამოიყენება ინფექციურ პათოლოგიებთან საბრძოლველად. ასევე ეს შეიძლება იყოს ვთქვათ ზოგიერთი სახის ანტიდეპრესანტი და ასევე ზოგიერთი სახის სხვა მედიკამენტი, რომლებიც იწვევენ სმენის და ასევე ყურებში შუვილის ჩივილებს და ეს ჩივილები ხშირად არის შეუქცევადი ხასიათისა, ორმხრივი და შემაწუხებელი. თუ თქვენ ამ მედიკამენტებიდან რომელიმე ერთ-ერთს სვამთ, მაშინ დროულად აცნობეთ ექიმს, თუ იგრძნობთ, რომ მათი მიღების შემდეგ თქვენ დაგეწყოთ ყურებში შუვილი ან სმენის დაქვეითება, იმიტომ რომ ტინიტუსთან და სმენის დაქვეითებასთან ბრძოლა სწორედ რომ შეიძლება გამომწვევი აგენტის უშუალოდ დროული მოშორებით, თორე სხვა შემთხვევაში თუ ეს ჩივილები უკვე გამითარდა, მათი მოგვარება ძალიან ჭირს. როგორც უკვე განმეორდი, ერთ-ერთი დამხმარე საშუალება შეიძლება იყოს გამოყენებული სწორედ რომ გინკობილობა. აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ გინკობილობას გამოყენება არ შეიძლება 4 შემთხვევაში. პირველი, როცა თქვენ ემზადებით ოპერაციისთვის ან ოპერაცია ახლახანს გაიგეთებთ, ამ შემთხვევაში მაღალია სისხლის გამვითარების რისკი. მეორე, როცა თქვენ იმავდროულად სვამთ ანტიკოაგულანტებს, ანუ სისხლის გამათხილების საშუალებებს, აქაც სახიფათო ომის გამოყენება ერთდროულად, იმიტომ რომ იზრდება სისხლის გამვითარების რისკი. მესამე, როცა თქვენ უკვე გაქვთ სისხლდენი დაავადებები, აქ საუბარია თქვა ისეთ პათოლოგიებს, რომლებიც ხასიათდებიან ხოლმე სისხლ ჩაქცევებით ქსოვილებში, აქაც მაღალია სისხლის გამვითარების რისკი და მეოთხე, როცა თქვენ თქვათ ხართ იმავდროულად არასტეროიდებზე. აი ამ 4 შემთხვევაში გინკობილობის გამოყენება თვითნებურად არ შეიძლება, ხოლო სხვა შემთხვევაში მისი გამოყენება შეიძლება ძალიან მარტივად და როგორც გეკითხავთ, მისი დოზირება არის 40 მგ დღეში 3ჯერ ან 120 მგ დღეში ერთხელ. მადლი დაგჭირებით, ამ ჩემს კიდევ ერთხელ ყვარდებით მოვუსმენთ და ასევე გავუსიარებთ სხვებსაც. აქონდროპლაზია, გენეტიკური დაავადება, რომლის შესახებაც წლების წინ საქართველოში არაფერი იცოდნენ. თვითონაც მომშვიდებდნენ, რომ აი კალც დავამატებთ, სურვაზე შეიყვან და ნორმაში ჩაჯდება. შოკი, რომელიც გამოცდილი მშობლებისთვისაც კი ძნელად დასაძლევი აღმოჩნდა. რა ემოცია დაგიტოვოთ? ძალიან შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ ერთადერთი რაც ვიცოდი ამ სინდრომის შესახებ იყო ფორტ ბოიარდის 2 პერსონაჟი, წამყვანები. 9 წლის პეტრეს დედა, უცნაური ბიჭის დაავადების ამბავს იხსენებს. პეტრეც ვიცი რომ ნახავს ალბათ ამ გადაცემას და მინდა იცოდეს რომ ის კი არა რომ ვიცოდი რასთან მქონდა საქმე და აი ამისი გააზრებით მეშინოდა და არ მომწონდა და ვგლოვობდი ამ ამბავს. უბრალოდ არ ცოდნა იყო. მაკუნა გოჩიაშვილი, ბრძოლის და გადარჩენის ისტორიას გმოვარდა. შაბათს 23 საათზე. თავარ არხზე.